მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია ტელეკომპანია PKTV გადაცემით ეკლესია სახელმწიფო საზოგადოება. Ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა არის ავტოკეფალია. მოგეხსენებათ ძვირფასო მეგობრებო, ზუსტად 100 წლის წინ მოხდა ავტოკეფალიის აღდგენა და ამ თემაზე ჩვენ სასაუბროდ მოვიწვიეთ პროფესორი, ისტორიკოსი და პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ბატონი ჯემალ გამახარია. და როგორც ყოველთვის ჩემი გადაცემის თანაწამყვანი არის ბატონი ვლადიმერ ჩხიკვაძე. მოგესალმებით ბატონებო. მთელი იყოს ბატონი ჯემალ თქვენი მობრძანება სტუდიაში და პირველი კითხვა ბატონო ჯემალ, ამ შემთხვევაში როგორც ისტორიკოსთან მინდა ვისაუბროთ ამ ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე, მის ისტორიულ პოლიტიკურ მნიშვნელობაზე მოვლენისა და რა უძღოდა წინ და რა როლი ენიჭებოდა მაშინ და დღეს ავტოკეფალიას და თვითონ განთვლილად განმარტება ამ სიტყვის. ბატონ ლადო, ჯერ თქვენ რა სიტყვით და როგორც თანაწამყვანი? მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს პოზიციურ სტუმარს. გილოცავ დღეს წმინდა ამბროსი ხელაის ხსენების დღე არის. გილოცავ თქვენ სულიად საქართველოს და ბატონ ჯემალ ალბათ უპირიანე იქნება რომ მივაგოთ პატივი წმინდა ამბროსის და მისი წვლილით რომ დავიწყოთ ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. პირველ რიგში მოგესალმებით. თემა ჩვენი დღევანდელი საუბრის რა თქმა უნდა ძალიან დიდია. მნიშვნელობა საერთოდ ამ მოვლენის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე არის უზარმაზარი, ძალიან ერთი სიტყვით თუ შეიძლება ითქვას. მე არ ვიცი ჩვენ რამდენს მოვასწრებთ ჩვენ და როგორ ღრმად შეგვიძლია ჩავიხედოთ ამ საკითხში. ხო, 1 საათის განმავლობაში, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით შევეცდები თქვენს მიერ დასმულ კითხვებს უპასუხო და ჩვენი მაყურებლის და მსმენელის, ასე ვთქვათ, ინტერესი რაღაცნაირად დავაკმაყოფილოთ, ვისაც ეს ცხადია აინტერესებს ეს თემა. და საერთოდ ადამიანს, ქართველ ადამიანს არ შეიძლება არ აინტერესებდეს ეს უდიდესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ახლა თქვენ ბრძანეთ ამბროსი აღმსარებელზე, რომლის ხსენების დღეც არის. ყველა ისტორიულ მოვლენას ბუნებრივია თავისი გმირები ყავს. რა, თავისი გმირები ყავს, თავისი ხელმძღვანელები ყავს, თუ ასე სამხედრო ტერმინოლოგიას ვიხმართ, სარდლები და მერე მთელი არმია, რომელიც მას მოჰყვება უკან. და ისე ამ სარდლებს შორის პირველ ხელმძღვანელებს შორის ავტოკეფალური მოძრაობისა კირიონთან ერთად, ლეონიდესთან ერთად გახლდათ ამბროსი ხელაია. ამბროსი ხელაია ჯერ კიდევ როცა ის სოხუმში მოღვაწეობდა, ის აფხაზეთიდან გახლავთ, ილორის მღვდლის ზოსიმე ხელაიას შვილია და მას შემდეგ რაც მან სასულიერო სემინარია თბილისში დაამთავრა, ის ეს იყო 85 წელი, მე 87 წლიდან სოჭში მოღვაწეობდა და 92 წლიდან სოხუმში. აი იქიდან უკვე იმ 92 წლიდან უკვე იწყება მისი ძალიან აქტიური ბრძოლა ეროვნული იდეალებისათვის, ეროვნული თავისუფლებისთვის, რომელიც თავის თავში გულისხმობდა ეკლესიურ თავისუფლებასაც. ეკლესიური თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში მან ესეთი ფართოდ გაიშალა ეს ბრძოლა, მაგრამ ის ყოველთვის მიმდინარეობდა. ის მიმდინარეობდა იმ დღიდან, რა დღესაც გაუქმდა ავტოკეფალია, აი 811 წლიდან. და ეს სხვადასხვა ფორმებით მიმდინარეობდა.
ავტოკეფალიის აღსადგენად საჭირო იყო ქართული ენის დაცვა, მისი ინტერესების დაცვა, ქართულად წირვალოცვა, ქართულად განათლება, სასულიერო პირების მომზადება და ასე შემდეგ. და აი ყველაფერი ეს უძღოდა წინ აი იმ დიდ მოძრაობას, რომელიც მე-20 საუკუნეში დაიწყო, მე-20 საუკუნის დასაწყისში და აი ამ დიდ მოძრაობაში სოხუმიდან მოყოლებული იყო ჩაბმული ამბროსი ხელაია. მას იქიდან მოუწია წასვლა. ახლა მე არ მინდა ბიოგრაფია მოვყვე, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს. დიახ, მას იქიდან მოუწია წასვლა თავისი ეროვნული და პატრიოტული საქმიანობისთვის, მერე მან აკადემია დაამთავრა, ყაზანის აკადემია 901 წელს დაბრუნდა იქიდან, ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს, იქ ეს იმერეთის ეპარქია იყო, სადაც ლეონიდე გახლდათ, ეპისკოპოსი ლეონიდე, მისი მმართველი ამ ეპარქიისა და ისინი ერთად იბრძოდნენ აი იქ უკვე ავტოკეფალიისთვის, იქ ამბროსი ხელაია არა მარტო იმერეთში მოღვაწეობდა, იქ რაჭა-ლეჩხუმში თქვენ გახსოვთ მისი მოგზაურებები იცით და უნიკალური მასალების აღმოჩენა, არამედ ის იქიდან სოხუმშიაც ჩადიოდა და იქ დიდ ეროვნულ საქმეებს აკეთებდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ის 1903 წელს გაასახლეს საქართველოდან, 1905 წელს დაბრუნდა, როდესაც უკვე ავტოკეფალიამ ძალიან ფართო მასშტაბები მიიღო და იქიდან მოყოლებული ამბროსი ხელაია არის ერთ-ერთი ლიდერი, უკვე აღიარებული ლიდერი ლეონიდესთან ერთად, ეპისკოპოს კირიონთან ერთად აი ამ დიდი ავტოკეფალური მოძრაობის. ის მეორედ გაასახლეს საქართველოდან, ეს მოხდა 1908 წლის ბოლოს, მას დასწამეს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში ინტელექტუალური, ასე ვთქვათ, მონაწილეობა, იყო უფლება აყრილი, ღვთისმსახურების უფლება ჩამორთმეული რიაზანის მონასტერში 1 წლის განმავლობაში, მერე მას ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს, დანიშნეს სტარაია რუსას მონასტრის წინამძღვრად. სად არის სტარაია რუსა? ეს ნოვგოროდის ეპარქია გახლავთ, მაგრამ აი იქიდან ამბროსი ხელაია, მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან ბევრი სამუშაო ჰქონდა მას ადგილზე, იქ კიდევ მთელი ეპარქიის მონასტრების ბლაღოჩინიც იყო, ანუ მთავარ ხუცესი, არა ხელმძღვანელი ამ არა მარტო ერთი მონასტრის, არამედ რამდენიმე მონასტრის. მიუხედავად ამისა, იმ პერიოდში ამბროსი ხელაიამ დაწერა დაახლოებით 20-მდე თუ უფრო მეტი ძალიან მნიშვნელოვანი წერილი, რომელთა უმეტესობა სწორედ აი ამ ავტოკეფალიის საკითხებს ეძღვნება და ეს პუბლიკაციები იყო არა სადღაც გამოქვეყნებული, არამედ იმპერიის ყველაზე მკითხვად გაზეთში პეტერბურგსკიე ვედომოსტი და მან მთელი რუსეთის მთელი იმპერიის განსახილველ პრობლემად აქცია აი ქართული ეკლესიის აი ეს თემა. მერე როცა ავტოკეფალია აღსდგა, მან იქ შვებულება აიღო და ჩამოვიდა. ჩამოვიდა გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 1 თვე, აპრილის თვე ის იყო აქ, ერთ თვეზე ნაკლები, მაისის დასაწყისში დაბრუნდა უკან და აი მაისის დასაწყისიდან სექტემბრამდე იმავე პეტერბურგსკი ვედომოსტში ქვეყნდებოდა ამბროსი ხელაიას წერილები პერიოდულად, 8 წერილი არის გამოქვეყნებული, სადაც ის იცავს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას. ეს წერილი პირველად გამოქვეყნდა 1912 წელს და ის კარგად არ არის შესწავლილი ჯერ კიდევ, ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის, იმიტომ რომ იქ ერთმანეთის მიყოლებით აი ამ 8 წერილში ის მიმოიხილავს ქართული ეკლესიის მთელს ისტორიას, ასაბუთებს აი კანონიკურობას მისი აღდგენისა და მერე ესე იგი მთელს რუსეთის იმპერიას ამცნობს ამის შესახებ და ამტკიცებს თუ რატომ უნდა აღიაროს თვით რუსეთმა პირველ რიგში და მერე მთელმა მსოფლიომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღიაროს მისი უზარმაზარი დამსახურებებისთვის და ის წერს აი ამ თავის 8 წერილში აი ამ დამსახურებების შესახებ. აი სწორედ ეს გახლავთ რა მისი წვლილი და მერე როდესაც უკვე პირველი კრება ჩატარდა, პირველი კრების შემდეგ ის ეკურთხა ჭყონდიდის მიტროპოლიტად, ერთდროულად ცხუმ აფხაზეთის ეპარქია ჩააბარეს, მაშინ მას ცხუმ ბედიის ეპარქია ერქვა და აი ამ ორ ეპარქიას ხელმძღვანელობდა, სწორედ მისი დამსახურება გახლავთ ქართული ეკლესიის გამთლიანება
იქ მოგეხსენებათ რუსი ეპისკოპოსი იყო და ამბროსი ხელაიამ ყველაფერი გააკეთა ესეთ ნაბიჯ, რომ აფხაზეთის ეპარქია შემოერთებული იყო, შემოსული იყო დედა ეკლესიის შემადგენლობაში. და მას ჯერ კირიონთან ერთად, ლეონიდესთან ერთად აი ამ ავტოკეფალური ეკლესიის ფეხზე დაყნებაში, აი რეალური ავტოკეფალიის მოპოვებაში გამოცხადება ერთია, მაგრამ მე როგორ უნდა მიაღწიო შენი ეკლესიის ავტოკეფალიას, როგორ უნდა განამტკიცო ეს ავტოკეფალია, როგორ უნდა დააყენო ფეხზე ეკლესია, როგორ უნდა მოიყვანო მრევლი ისევ ხელახლა, რომელიც იყო გულაცრუებული აი ამ რუსული ეგზარქოსების პირობებში საკუთარ ეკლესიაზე. აი ყველაფერ ამაზე ზრუნავდა ის ლეონიდესთან ერთად, უფრო ადრე კირიონთან ერთად, რომლებიც კათოლიკოს პატრიარქები გახდნენ, პირველი და მეორე კათოლიკოს პატრიარქი. და შემდეგ უკვე საჭათ მყრობელი ხდება თვითონ ამბროსი ხელაია და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი მოწამეებრივი კათოლიკოსობა სულ დევნაში, ციხეში და ბოლოს მას იმდენად შეერყა ჯანმრთელობა, რომ აი ამის გამო ის გარდაიცვალა და სავსებით 27 წელს. და სავსებით ბუნებრივია, რომ 29 მარტს და სწორედ ამიტომ არის ეს დღე, მისი ხსენების დღე და მისი დამსახურება მარტო ის არის საკმარისი მისი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმი, რომელიც თელის არა მარტო იმ პერიოდში, არამედ თელი 70 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსდგენას და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მთელს მსოფლიოში აღიარების, ასე ვთქვათ, ინტერესებს. ძალიან ესე გამომივიდა, მაგრამ ავტოკეფალია ეს ეკლესიის დამოუკიდებლობას ნიშნავს, დამოუკიდებლობას. ქართული ეკლესია მე-5 საუკუნიდან იყო ავტოკეფალური და თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩვენ რა თქმა უნდა მივხვდებით ეკლესიის უზარმაზარ დამსახურებას ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა მისი არსებობის იქ რამდენიმე ათასიანი წლის განმავლობაში ძალიან ცოტა ხანს იყო ერთიანი სახელმწიფო. და სწორედ ქვეყნის დაქუცმაცების პერიოდში, ჯერ რა თქმა უნდა ქვეყნის ერთიანობის პერიოდში და განსაკუთრებით დაქუცმაცების პერიოდში ქართულმა ეკლესიამ აი ერთადერთმა ინსტიტუტმა გადაარჩინა ქართველი ერი გახლეჩვას, დანაწევრებას და ქართველი ერის ერთიანობა თუ შენარჩუნდა აი მთელი საუკუნეების მანძილზე. ეს არის ეკლესიის დამსახურება, იმ ენის შენარჩუნება, ქართული ლიტერატურის განვითარება სასულიერო და თუ გნებავთ საერო, ეს ყველაფერი ქართული ეკლესიის დამსახურებაა, იმიტომ რომ ჩვენ ერთიანი სახელმწიფო არ გქონდა. და აი როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობა გაუქმდა და დავრჩით მარტო ეკლესიის ამარა, ქართველი მოღვაწეები მიხვდნენ, რომ ესეც ალბათ ძალიან დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა ეკლესიის დამოუკიდებლობა. იმ გეორგიევსკის ტრაქტატში სხვათა შორის კათოლიკოსი იყო სინოდის შემადგენლობაში შეყვანილი, მაგრამ ეკლესიასთან, ქართულ ეკლესიასთან რუსული ეკლესიის ურთიერთობა ეს უნდა მოგვარებულიყო შემდეგ ერთმანეთთან მოლაპარაკების შემდეგ ცალკე მუხლი უნდა შემუშავებულიყო. მაგრამ არავის ეს მუხლი არ შემუშავებია და აიღეს და ერთი ხელის მოსმით ქართული ეკლესია გააუქმეს. ანუ გააუქმეს ის ინსტიტუტი, რომელმაც ქართველი ერი შეინარჩუნა საუკუნეების განმავლობაში. ეს ახლა ბუნებრივია, ყველასათვის გასაგებია, რისთვის იყო ეს საჭირო. სახელმწიფოებრიობა მოსპეს და მოსპეს ეკლესიის ავტოკეფალურობა, ეს იყო უკვე ნიადაგის შემზადება საქართველოს რუსიფიკაციისთვის, ქართველი ერის გადაგვარებისთვის. და ბუნებრივია ეს იყო უზარმაზარი ტრაგედია, ეს არანაკლები ტრაგედია იყო, ვიდრე სახელმწიფოებრიობის გაუქმება. ესე ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია ეს იყო ყოველთვის ერთიანი. მართლმადიდებლურ სამყარო როგორ შედგა?
ეცეთ როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, მე ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცნობ რაღაც პროტესტს, ვთქვათ, რომელიმე ავტოკეფალური ეკლესიის მიერ გამოთქმულს, აი რატომ მოხდა ქართული ეკლესიის თუ ასე შეიძლება ითქვას შთანთქმა რუსული ეკლესიის მხრიდან. ახლა ჩვენ მაშინ არ ქონდა ალბათ იმის შესაძლებლობა არ ქონდა რომ ხმა მიგვეწოდებინა ამ მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის და ახლა თუ იმ მართლმადიდებელი ეკლესიების მდგომარეობას შევხედავთ, აი მე-19 საუკუნის დასაწყისში, ყველა იყო ძალიან ცუდ დღეში, აი დაახლოებით, ხლა ავტოკეფალია კი ქონდათ იქ ზოგიერთებს, მაგრამ ჩვენზე არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ისინი ხელში შეყურებდნენ რუსეთის ეკლესიას, საიდანაც ისინი ეს იყო ერთადერთი ეკლესია, საიდანაც მათ რაღაცა პატარა დახმარების მიღება შეეძლოთ. ალბათ ამიტომ იქ არანაირი პროტესტი ამასთან დაკავშირებით არსაიდან არ ყოფილა. კანონიკურად, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქმედება ეს იყო უკანონო, არაკანონიკური ქმედება იყო. არაკანონიკური ქმედება იყო, ეს თავისთავად ცხადია, აქ ორი აზრი ამაში არ არსებობს. მაგრამ სამწუხაროდ და საუბედუროდ გამომდინარე აი ამ აღმოსავლური ეკლესიის უმძიმესი მდგომარეობიდან იმ პერიოდში იქ ხმა არავის არ ამოუღია ჩვენს დასაცავად. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეთი რამ უცნობია. და შემდეგ უკვე აღდგენის შემდეგ უკვე 17 წლიდან აღდგენის შემდეგ ჯერ კირიონმა, შემდეგ ლეონიდემ, შემდეგ ამბროსი ხელაიამ თავისი მოღვაწეობა სწორედ იმით დაიწყეს, რომ ერთის მხრივ მიმართავდნენ რუსეთს და მეორეს მხრივ მიმართავდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიებს დახმარებისთვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულიყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. 53 წელს უკვე როდესაც რუსეთმა ცნო საქართველოს ავტოკეფალია უკვე ეთყობა ეს აღმოსავლეთის ქვეყნები აღარ შეყურებდნენ რუსეთს და შეეძლოთ აღარ შეყურებდნენ კი მართალია, მაგრამ იცით რუსეთის ეკლესიამ ახლა ეს დოკუმენტები ჯერ გამოვლენილი არ არის, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ რუსეთი ერთი ხელით, ასე ვთქვათ, აღიარებდა, მაგრამ მეორე ხელით ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საერთაშორისო აღიარება ქართული ეკლესიისა არ მომხდარიყო და მისი გავლენა უკვე იმდენად დიდი იყო, რომ მან მოახერხა ის, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება აი თუნდაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან, მსოფლიო პატრიარქის მხრიდან მხოლოდ 1990 წლის მარტში მოხდა, რაც ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურება გახლავთ. ეს ძალიან დაგვიანდა. მაგრამ ქართული ეკლესია 17 წლიდან, აი 12-25 მარტიდან იყო ავტოკეფალური, ის აგრძელებდა მოღვაწეობას როგორც ავტოკეფალური ეკლესია, მაგრამ აი ეს საბუთი, რომელიც მაინც ყველა შემთხვევაში აუცილებელი იყო, ის საბუთი მან მიიღო მხოლოდ 1990 წელს. მკვლელობაც ალბათ წმინდა კირიონის მკვლელობაც უკავშირდებოდა. წმინდა კირიონის მკვლელობა ეს სამწუხაროდ ბურუსით მოცული მოვლენა გახლავთ და რასაკვირველია მისი აქტიურობა და მისი უზარმაზარი ავტორიტეტი როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, ალბათ გახდა მიზეზი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მკვლელობის. ვარაუდების დონეზე არ იყო რაიმე ესეთი გამოთქმული. თავიდან თქვენ იცით, რომ წავიდა ჭორები, რომ თითქოს მან თავი მოიკლა და ძალიან დიდხანს ფაქტობრივად დღემდე ეს ვერსია ასე ვთქვათ არსებობს, თუმცა უკვე დამტკიცებულია, რომ მან თავი კი არ მოიკლა, არამედ ის მოკლეს და სწორედ იმ წმინდანაც აღიარება, აი ცოტა ხანი ამის გამო დაგვიანდა. ფაქტობრივად უკვე დამტკიცებულია, რომ მან თავი მოიკლა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინდელ ხელისუფლებას დიდად არ აწყობდა ამ საქმის გამოძიება და ფაქტობრივად ესეთი სერიოზული გამოძიება
სახელმწიფოს მხრიდან არ წარმოებულა და მე უკვე როცა ძალიან დიდი დრო გავიდა მე უკვე ალბათ მაინც და მაინც დიდი აზრი არ ქონდა ამ გამოძიების დაწყებას. ასე რომ ეს რო ვიტყვიან ასე ვთქვათ ჩაიფარცხა, მაგრამ ნახოთ დაფარული საერთოდ არაფერი არ არის, ერთ მშვენი ერთ დღეს ყველაფერი გამოჩნდება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აქაც ალბათ რაღაცას ნათელი მოეფინება. შეიძლება შესაბამისი დოკუმენტები სულ სხვაგან ინახება და ოდესმე გამომზეურდება ეს ყველაფერი. ეგ მერთმაქნას და ესეთ ჩვენ შევეხეთ გადაცემის დასაწყისშივე წმინდა ამბროსი ხელაიას დამსახურებას, მაგრამ არ მინდა გამოტოვოთ სხვა დნის, ხო? რასაკვირველია, აქ უპირველესი გმირი ამ მოძრაობისა არის ეპისკოპოსი კირიონი, შემდეგ ეპისკოპოსი ლეონიდე, აი ეს ორი უდიდესი მოღვაწე გახლავთ უპირველესი შემოქმედნი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისა. შეგეკითხებით ბატონო ჯემალ, თქვენ ალბათ როგორც ისტორიკოსმა იცით ლეონიდე ოქროპერიძის სიტყვას წარმოთქმულს ავტოკეფალიის გამოცხადების დღეს. და იმ ოქროს, რომელიც მიიღო მაშინ ქართულმა სამღვდელოებამ. თუ შეიძლება ამის ირგვლივაც რო ვისაუბროთ. სხვათა შორის მე თან მაქვს 1917 წლის 12 მარტს ძველი სტილით მოგეხსენებათ მცხეთის წმინდათა 12 მოციქულთა სრულიად საკათოლიკოსო ტაძარსა შინა დღესა კვირიაკესა შემოვკვირვით ჩვენ სრულიად საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარნი სამღვდელონი კრებულნი ერისაგანთა წარმოდგენილნი და შემდგომად ლიტურგიისა კეთილდღეობისათვის აღლისა მთავრობისა სამედრებელის პარაკლისის შესრულებისა გულისხმობ ყავთ სახელმწიფოსა შინა რუსეთისასა მომხდარი ძირითადი ცვლილებანი და აღლისა მთავრობისა დაფუძნებაი ეგრეთ სახელმძღვანელონი დებულებანი ამ მთავრობისანი საკუთრივ მის მიერ სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლების აღსარებაი ამასთანავე განვჭეთ ვითარმეთ ეკლესიასა ქართველთასა აქ უნდა თანახმად მსოფლიო კრებასა კანონებისა ავტოკეფალური არსებობაი რომლისა მოსპობაი ანუ განუქმებაი არავის ძალუდვა თვინიერ მსოფლიო კრებისა გარნამას შინა სრულიად არაკანონიერად შეწყვეტილი იქნა ავტოკეფალური მართვა გამგეობანი ბ რუსეთსა შინა დამყარდა ახალი სახელმწიფოების მართვა გამგეობისაი და მას აღარ შეესაბამების ქართველთა ეკლესიის უფლება შეჩერებულად ყოფნაი ამისათვის უცილობელად ვსცანით და ერთხმად და ერთსულად განვაჩინეთ ამიერიდან აღდგენილად ჩაითვალოს საქართველოსა შინა ავტოკეფალური საეკლესიო მმართველობა ხოლო ვიდრე კანონიკურად აღირჩეოდეს კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიისა მოსაყდრეთ მისა დაინიშნოს ყოვლად სამღვდელე ლეონიდე გურიად სამეგრელოს ეპისკოპოსი და მასგან განსაგებლად ეკლესიისა დაწესდეს დროებითი მმართველობაი საქართველოს ეკლესიისაი სასულიეროთა და საეროთა პირთაგან შემდგარი ვინაიდან საქართველოს ქვაკუთხედა თვის არსებობისა აღიარებს სრული სასოლიდარობასა რუსეთისა ახალ მთავრობასა თანა განჩინება ესე ეცნობს მთავრობის თავმჯდომარეს და ასე შემდეგ. აი ეს არის ის ძირითადი დოკუმენტი, თავარი დოკუმენტი, რომელიც იქ მიიღეს. ახლა აი აქ ეცეთ აი ჩვენი მღვდელმთავრები გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი სასულიერო მოღვაწეები იყვნენ, ისინი გარკვეულწილად აი მთელი ამ პერიოდის მანძილზე გარკვეულწილად პოლიტიკოსებიც გახდნენ და თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება რომ მათ ძალიან კარგად გამოიყენეს რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ გამოცხადებული სინდისის თავისუფლება ძალიან ახლა იმათი ბოიკოტი გამოეცხადა იმედად იმ მთავრობისთვის და ჩვენ იმ მთავრობას არ ვცნობთ და ჩვენ ასე და ისე ალბათ რუსეთის მთავრობა ასე მალე არ ცნობდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას. მართალია მან ცნო ეროვნული ავტოკეფალია და არა ტერიტორიული ავტოკეფალია, მაგრამ მაინც იმ ეროვნული ავტოკეფალიის ცნობას, ანუ
ავტოკეფალიას საზღვრების გარეშე, გარკვეული ტერიტორიის გარეშე, აი ქართულ ეკლესიას რუსეთის მთავრობა აღიარებდა მის ავტოკეფალიას მარტო ქართული სამრევლოებისთვის. აი და მე ვინც მოისურვებდა დაუშვათ, მაგრამ იქ არ იყო ტერიტორია შემოსაზღვრული. ჩვენს ეკლესიას ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ბრძოლა სწორედ ტერიტორიული ავტოკეფალიისთვის. და აი რასაც ჩვენ ახლა საუბრობთ, რომ 90 წლამდე გაჭიანურდა ეს პროცესი, აქ საუბარი არის სწორედ ტერიტორიულ ავტოკეფალიაზე, მაგრამ ეროვნული ავტოკეფალია, თუმცა ეს ფლად კანონიკური არ არის ქრისტიანული ეკლესიის კანონების მიხედვით, მაგრამ ასეთი ავტოკეფალია აღიარებული იყო ყველასაგან. და აი ეს პირველად რუსეთის მთავრობამ აღიარა ზუსტად აი ამ ჩანაწერის გათვალისწინებით ბუნებრივია. სხვათა შორის აი ეს დროებითი მმართველობა, რომელიც 1917 წლის 12-25 მარტს ჩამოყალიბდა ეპისკოპოს ლეონიდეს ხელმძღვანელობით, ის მართავდა ქართულ ეკლესიას პირველ საეკლესიო კრებამდე, ანუ 1917 წლის სექტემბრამდე და აი ამ პერიოდის განმავლობაში მას 57 სხდომა აქვს ჩატარებული და სულ ახლახან ჩვენ საპატრიარქოში ჩატარდა პრეზენტაცია წიგნის, სადაც აი ეს ოქმები აი ამ დროებითი მმართველობისა ქვეყნდება და ძალიან საინტერესო წიგნია. სადაც აი მთელი ეს ბრძოლა ჯერ გამოცხადება ავტოკეფალიის და მერე ეს მუშაობა თითქმის 9 წლის განმავლობაში სექტემბრამდე რა უზარმაზარი მუშაობა ჩატარდა იმისათვის, რომ ყრილობა ჩატარებულიყო და ჩატარებულიყო კარგად, მომხდარიყო უკვე კანონიკური კათოლიკოსის არჩევა. აი ეს ყველაფერი მთელი ეს მასალა მოცემული არის ამ წიგნში, ძალიან საინტერესო წიგნია. თქვენ საინტერესო წიგნი გაქვთ წმინდა კირილოზე, წმინდა ამბროსიზე, ამ მასალებიც ალბათ. კი, თავის დროზე აქეცით აი, როდესაც ჩვენ წინა პერიოდზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ აუვლით ეპისკოპოსების კირიონისა და ლეონიდეს დამსახურებას იმაში, რომ პეტერბურგში პირველად ჯერ ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სათათბირო სინოდთან, საქართველოს ყოფილი ეგზარქოსის და იმჟამად მოსკოვის მიტროპოლიტის ვლადიმირის თავმჯდომარეობით, რომელიც იხილავდა საქართველოსდან წასული სხვადასხვა პეტიციებს, არაერთი პეტიცია იყო გაგზავნილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ და ამ საკითხის განხილვა დაიწყო 1906 წლის იანვარში და გაგრძელდა აი ამ განსაკუთრებულ სათათბიროში თებერვლამდე. 2 თვის განმავლობაში ამ ორმა ადამიანმა უდიდესი როლი შეასრულა იმაში, რომ აი ეს იდეა, ასე ვთქვათ, ჩაეჭედა რუსი მღვდელმთავრების თავში, თუმცა ეს არ იქნა გაზიარებული, მაგრამ მაინც ამ იდეის ძალიან ფართოდ პროპაგანდა, მისი ყოველმხრივ დასაბუთება სწორედ აი ამ 2 თვის განმავლობაში ამ ორმა ადამიანმა მოახერხა. შემდეგ როდესაც უკვე ისინი დარწმუნდნენ, რომ ამ ორ ადამიანთან თათბირს არაფერი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ესენი ავტოკეფალიის გარდა არანაირ სხვა დათმობაზე არ მიდიან და იმ შუალედურ ზომებს, რომელსაც ისინი თავაზობდნენ, არ მიიღებდნენ. მერე გადაწყვიტეს, რომ შეეჩერებინათ ამ სათათბიროს მუშაობა და შეიქმნა წინა საყრილობო სათათბირო. ანუ გამოცხადდა, რომ აი უნდა იქნეს მოწეული რუსეთის სრულიად რუსეთის საეკლესიო ყრილობა, მაგრამ როდის უნდა მოიწიონ ეს იქ რა თქმა უნდა განსაზღვრული არ იყო. შეიქმნა აპრილში, 6 წლის აპრილში წინა საყრილობო სათათბირო და ის დაიყო სხვადასხვა განყოფილებებად და სხვადასხვა თემები იხილებოდა. მეორე განყოფილება ბატონო ჯემალ რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ძვირფასო მეგობრებო და შეგახსენებთ, რომ ეთერშია ტელეკომპანია PKTV-ით გადაცემა ეკლესია სახელმწიფო საზოგადოება. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის ავტოკეფალია და სტუმარი ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ისტორიკოსი ბატონი ჯემალ გამახარია. ბატონო ჯემალ, თქვენ სანამ რეკლამაზე გავიდოდით, საკმაოდ საინტერესოდ საუბრობდით იმ პერიპეტიებზე, რაც უძღოდა წინ ავტოკეფალიის გამოცხადებას და იმ სასულიერო პირთა მოაწოდზე,
რომელსაც ლომის წილი მოუწვის ამ საშვილიშვილო საქმეში და გთხოვთ გავაგრძელოთ ისო საუბარი. დიახ 1906 წლის აპრილიდან უკვე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხის განხილვა ხდება ახალ ორგანოში აი წინასაყრილობო სათათბიროს მეორე განყოფილებაში რომელსაც სათავეში ედგა ლიტვის არქიეპისკოპოსი ნიკანდრი იყო ასეთი და სწორედ აი აქ მიმდინარეობდა ამ საკითხის განხილვა მთელი 1906 წლის განმავლობაში, მაგრამ ძირითადად ეს იყო ივნისი 1906 წლის ივნისი და მერე ნოემბერ-დეკემბერი. აი ეს შუალედი საკითხის განხილვა იქ არ მიმდინარეობდა. უკვე ამ წინასაყრილობო სათათბიროში ლეონიდე არ მოიწვიეს მარტო კირიონი და ექვთიმე გორის ეპისკოპოსი ელიაშვილი, რომელიც თავიდან კი იდგა ავტოკეფალურ პოზიციებზე, მაგრამ მერე რატომღაც დაიწყო მერყეობა და იქ დიდი დახმარება კირიონისთვის მას არ გაუწევია. კირიონმა ძალიან დიდი მუშაობა ჩაატარა, ძალიან დიდი მუშაობა, ფაქტობრივად მარტო იყო და უკვე მოპირდაპირე მხრიდან, ანუ რუსული მხრიდან, მთელი ინტელექტუალური ელიტა, რომელიც რუსეთს ყავდა, ისტორიკოსები, სპეციალისტები, კანონისტები, რა ვიცი, თეოლოგები, ყველა ვინც იყო რუსეთის იმპერიის მასშტაბით, მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ყაზანიდან, კიევიდან, ხარკოვიდან, ყველა იყო აი ამ მეორე განყოფილების წევრი და ყველა ესენი ეწინააღმდეგებოდნენ ეპისკოპოს კირიონს. მან იქ 4 შესანიშნავი მოხსენება წაიკითხა, 4 მოხსენება და ამით დასრულდა. 2 სხდომა ჩატარდა 2 და 8 ივნისს ამით დასრულდა, მერე დაინიშნა ნიკონი, რომელმაც დაიწყო რეპრესიები ქართული ეკლესიის ესეთი გამოჩენილი წარმომადგენლების წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, კირიონი იმ დროს სოხუმის ეპისკოპოსი გახლდათ. კირიონს საერთოდ მოუწია საქართველოს დატოვება, ლეონიდე იმერეთიდან იქით სამეგრელოსში გადაიყვანეს, სამეგრელო გურია სამეგრელოს ეპისკოპოსად ძალიან ესეთი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ და ძალიან ბევრი აქტიური ავტოკეფალისტი შეზღუდეს და ისე ამ ვითარებაში აგრძელებს ის სათათბირო თავის მუშაობას. იქ მეორედ უკვე კირიონი არ მოიწვიეს, მოიწვიეს ლეონიდე, თუმცა მოგვიანებით კირიონის მოიწვიეს, მაგრამ თავიდან ასე მესამე, მეექვსე სხდომა აქ მარტო ლეონიდე იყო და ასევე ქართველი მეცნიერები, რომლებიც პეტერბურგში მოღვაწეობენ, მათ შორის ნიკო მარი, ხახანაშვილი და სხვები, ცაგარელი მათ შორის. ფაქტობრივად აქ იყო რო იტყვიან ცალკარში თამაში. აი ეს ყველა ეს ისტორიკოსები, კანონისტები, თეოლოგები ესე გამოდიოდნენ თავიანთი მოხსენებებით და აბათილებდნენ თავიანთი ჭკუით აი იმ დოკუმენტებს, იმ მოხსენებებს, რომელიც ეპისკოპოსმა კირიონმა გააკეთა პირველ 2 სხდომაზე და ამტკიცებდნენ არაკანონიკურობას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა. ახლა დღევანდელი გადასახედიდან ხომ სასაცილოა რა, მტკიცება ქართული ეკლესიის ანტიკანონიკურობისა, მაგრამ იქ მთელი დასტადებს დოკუმენტებისა ის არქივი არსებობს, ბუნებრივია, სადაც ყველაზე დიდი მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ყოველად დაუშვებელია კანონიკური თვალსაზრისით ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. თუმცა იქ სიტყვა მიეცა ნიკო მარს, ცაგარელს, ხახანაშვილს და მათ ძალიან კარგი მოხსენებები გააკეთეს, ისიც იგდევს იმავე არქივში, ბუნებრივია, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იყო, რომ არავითარი ავტოკეფალია. დასკვნით მე-9 სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდა, გამოვიდა მხოლოდ ვოსტორგოვი. კარგად ცნობილი ქართველებისთვის, ავად მოსაგონარი ჩვენთვის ვოსტორგოვი, რომელმაც დადო სრულიად ახალი გეგმა. ახალ მოწამეთა კი, იმიტომ რომ ის დახვრიტეს 1918 წელს სექტემბერში, შესაძლოა დახვრიტეს და აი ამის გამო არის ის წმინდანად შერაცხული რუსეთის ეკლესიის მიერ. და სწორედ მან დადო გეგმა, პროექტი
ორი ვარიანტისაგან შემდგარი. ერთი ვარიანტი, რომ უნდა გაუქმებულიყო საერთოდ ეს საეგზარქოსოც კი, ავტოკეფალიას თავი დავანებოთ, საეგზარქოსოც კი და მეორე ვარიანტი საეგზარქოსოს შენარჩუნების შემთხვევაში, მაგრამ ისეთნაირად, რომ ქართველებს არასოდეს ფიქრადაც არ მოსლოდათ ავტოკეფალიაზე ფიქრი, იმიტომ რომ ის ითვალისწინებდა სოხუმის ეპარქიის გამოყოფას, ის ითვალისწინებდა ამ სოხუმის ეპარქიისთვის ბათუმის ოლქის მიბმას, გამიგეთ? ის ითვალისწინებდა თქვენ წარმოიდგინეთ გუდაურის ჩრდილოეთით მდებარე ეპარქიების აი ამ დღევანდელი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის, ოღონ არაცხინვალის ჯავიდან და იქით ზემოთ ჩრდილოეთ კავკასიისთვის, ვლადიკავკაზის ეპარქიისთვის მიერთებას და ასე შემდეგ. აი ეს გეგმა, აი ჯერ კიდევ მაშინ იქნა შემუშავებული და მე აი ამას ატრიალებდნენ მთელი 10 წლის განმავლობაში, რომ ქართველებს არ ეფიქრათ ავტოკეფალიის აღდგენაზე. აი ასეთი გზა გამოიარეს ჩვენმა მდელმთავრებმა და მერე იყო ეს ყველაფერი, აი ეს კირიონის გადასახლება, ამბროსის გადასახლება და დიდი ტერორი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა ავტოკეფალისტების წინააღმდეგ, მაგრამ უკვე 1915 წლიდან დაახლოებით 1915 წლიდან უკვე აღორძინდა ეს ავტოკეფალური მოძრაობა 1916 წელს ფაქტობრივად ყველა ეპარქიამ მიიღო პეტიცია, კრებები ჩაატარეს და მიიღო პეტიცია ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნით და ეს 1917 წლის აი ფაქტობრივად მარტამდე გრძელდებოდა აი ეს პეტიციები, ამას ბოლო ეგზარქოსი გახლავთ როჟდესტვენსკი, რომელსაც მიართვეს ყველა ეს პეტიცია და მოსთხოვეს, რომ მას საერო და საეკლესიო ხელისუფლების წინაშე დაეყენებინა ისევ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, მაგრამ მოხდა თებერვლის რევოლუცია და მერე უკვე ყველა გზა იყო ხსნილი იმისათვის, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მომხდარიყო, მაგრამ თლად ისე მარტივად არ იყო საქმე. რომარა ეპისკოპოს ლეონიდეს ძალიან ესეთი მყარი ნება და სხვა ქართველი მღვდელმთავრების აი ესეთი ნება რა, თუ გნებავთ პოლიტიკური ნება, ესეთი მტკიცე ნებისყოფა ეს ვერ მოხდებოდა. ალბათ ადამიანები, რომლებიც არ არიან ჩახედული იმ პერიპეტიებში, ისინი ვერ წარმოიდგენენ რა დიდი წინააღმდეგობა იყო აი ამ ავტოკეფალიის აღდგენის გზაზე და რამხელა დიდი რისკი იყო აი 12 მარტს კრების მოწვევა და ავტოკეფალიის გამოცხადება. და სწორედ აი ამ დიდი რისკის გათვალისწინებით მოხდა ის, რომ ეს კრება მიესალმა რუსეთში მომხდარ იმ რევოლუციას, მიესალმა დროებით მთავრობას და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი იყო ძალიან ესეთი სვლა, პოლიტიკური სვლა თუ გნებავთ. ეხლა არ შემიძლია უბრალოდ არ კითხოთ. თქვენ ახსენეთ ამ წუთას პოლიტიკური სვლა და ყველა მიცეს საქართველოში, რომ თქვენ ხართ უზენაესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლი და ეს პერიოდი ჩვენ მეტაკლებად ყველა მიცეს და ჩვენ ტელეკომპანია ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ავრცელებს ბატონ ზვიადის მოსაზრებას მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ. და არ შემიძლია არ კითხოთ იმის გამო, რომ 90 წელში როდესაც ავტოკეფალიას აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, აქ უკვე იყო აღზევებული ეროვნული მოძრაობა და მაშინდელი საზოგადოება იყო სულ სხვა ტალღაზე, ჯანსაღ ტალღაზე და უბრალოდ პარალელები რო გავავლოთ. სავსებით სწორი ბრძანდებით. ახლა თქვენი კითხვა მე მიბიძგებს, რა თქმა უნდა, ამ თემას შევეხო, მაგრამ აი დავიწყო საიდან. უფრო შორიდან. ყოველთვის ქართული სახელმწიფოს აი მისი დამოუკიდებლობის აღდგენას ჩვენ ადრეც ხო დაგვიკარგავს ეს დამოუკიდებლობა რა, ყოველთვის წინ უძღოდა ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენა. აი ჯერ რომ ავიღოთ აი ეს მე-10 საუკუნე, სანამ ბაგრატ მესამემ საქართველოს გაერთიანა, მანამდე უკვე ეკლესია გაერთიანდა. შემდეგ აი ზუსტად 1917 წელს
ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა უძღოდა წინ უკვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა სულ რაღაც ერთ წელიწადში. ანუ ქართული სახელმწიფოებრიობა იშვა ქართული ეკლესიის წიაღში. ამიტომ ძალიან სიმბოლური იყო ის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის კიდევ ერთხელ აღდგენის უკვე 91 წელს აღდგენას წინ უძღვის ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება უკვე საერთაშორისო არენაზე. აი ფაქტობრივად იმ დოკუმენტის მოპოვება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის და ეს ხდება შესაძლებელი აი იმ ფართოდ გაშლილი ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის ფონზე, როდესაც უკვე არავის, ესე იგი, ფარულად, როგორც ეს დარწმუნებული ვარ 100%-ით ადრე ხდებოდა, ფარულად ჩარევა და ხელის შეშლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის არ შეეძლო. რა თქმა უნდა, ეს ეროვნული მოძრაობა, რომელიც მაშინ უკვე იყო აბობოქრებული, ის გახდა წინაპირობა, ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისა, რომ 90 წელს ჩვენ მოვიპოვეთ აი ეს დოკუმენტი. თუმცა აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას პატრიარქის უდიდესი დამსახურების შესახებ, რომელიც დღიდან ესე იგი კათოლიკოს პატრიარქად კურთხევისა იწყებს ამ საქმისთვის ბრძოლას და ნიადაგის შემზადებას საამისოდ. მაგრამ განხორციელება მისი ხდება ეროვნული მოძრაობის ასე ვთქვათ, ასე და აღმავლობის პირობებში და ეს ავსებით სიმბოლურია. აქ ჩვენ აი იმ ისტორიულ გზას მივყვებით. ჯერ ხდება ავტოკეფალიის აღდგენა, ქართული ეკლესიის გაერთიანება, როგორც ეს მე-10 საუკუნეში მოხდა და აი ამ გზას მივყვებით. ანუ ჯერ ეკლესია ხდება დამოუკიდებელი, ერთიანი და დამოუკიდებელი და მერე სახელმწიფოებრიობას აღვადგენთ. აი ეს არის ჩვენი გზა. და საერთოდ აი თუნდაც მე ახლა მოკლედ ვისაუბრე, რა ხდებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და რა დიდი ბრძოლა გადახდათ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლებს. და მაშინაც საქართველოს ავტონომიისთვის ბრძოლა და საქართველოს ავტოკეფალიისთვის ბრძოლა პარალელურად მიმდინარეობდა. ეს ფაქტობრივად ერთი ბრძოლა იყო და ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რატომ არ უნდა აღდგენილიყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რუსებს ჰქონდათ ის, რომ ქართველებს უნდათ აი ამ ავტოკეფალიას ამოფარებულებმა მერე მოიპოვონ პოლიტიკური ავტონომიაო. ახლა ისინი მაინც დიდად ამაში არ ცდებოდნენ, ახლა ეს ფაქტია. იმიტომ რომ ქართული სასულიერო პირები ძალიან აქტიურად უჭერდნენ მხარს იმ ავტონომიას. მაშინ ეს ავტონომიის მოპოვება დიდ რაღაცას ნიშნავდა, მოგეხსენებათ, საუბარი არის მე-20 საუკუნის დასაწყისზე. ასე რომ ავტოკეფალიისთვის ბრძოლა, პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლა, ეს არის ერთი მედლის ორი მხარე. და ეს იყო 90 წელსაც. დიდი მადლობა ბატონო ჯემალ საინტერესო საუბრისთვის და აქვე უკვე ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის და უკვე დასკვნის სახით რომ ვიუღოთ ასეთ კითხვაზე აი ავტოკეფალიის პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა დღევანდელ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. საქართველოს ეკლესიას, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას თავიდანვე ჰქონდა და დღესაც აქვს ქართველი ერის სულიერი წინამძღოლის მისია. დღეს, როდესაც ჩვენ პარტიებად ვარ დაყოფილი, დღეს, როდესაც ქართული ტერიტორიები არის ოკუპირებული, სხვათა შორის ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოლიტიკური ძალაუფლება არ ვრცელდება, მაგრამ ის კანონიკურ ტერიტორიად საქართველოს ეკლესიისა რჩება. აი წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს, გარდა იმისა, რომ მას აქვს ის ძველი მისია, ჩვენი სულიერი წინამძღოლისა, მას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მისიაც
აქვს დღეს შეთავსებული და ქონდა ყოველთვის შეთავსებული. ამდენად ქართული ეკლესია ისტორიულად თამაშობდა და დღესაც თამაშობს ძალიან დიდ როლს. ის იყო და რჩება ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად. მისი ერთიანობის საყრდენად, ქართველი ერის ერთიანობის საყრდენად. და თუ ვინმე შეეცდება აი ამ საყრდენის გამოცვლას ან შესუსტებას, ეს პირდაპირ ჩათვალეთ, რომ არის უპირველესი მტერი საქართველოსი, მტრები საქართველოს ყავდა და დღესაც არაკლია, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს ვიდგეთ ჩვენი ეკლესიის სადარაჯოზე, ისე როგორც უნდა ვიდგეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მისი დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. აი ეს შემიძლია მოკლედ გიპასუხოთ. დიდი მადლობა ბატონო ჯემალ. საინტერესო საუბრისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ბატონო ლადო, თქვენ გაქვთ რაიმე კითხვა? ჩვენი ლექცია მოვისმენთ. მაყურებისთვისაც ვიტყვი საინტერესო იქნებოდა. უშუალოდ მკვლევარი გახლავთ ბატონი ჯემალი ქართული ისტორიის ჩვენი ტელევიზიისთვის. დიდი პატივია მის სტუმრობა ჩვენს ეთერში ჩვენ გადაცემაში. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ჩემთვის იყო დიდი პატივი თქვენთან ერთად აი აქ ყოფნა და საუბარი ჩვენს მაყურებელთან აი ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ბატონ ლადოსთან ჩვენ დიდი ხანია თანამშრომლობდით, ახლა პატარა ხანია რამდენიმე წელია მე ბატონი ლადო არ მინახავს, მაგრამ ჩვენ ერთობლივად ერთი წიგნიც გავაკეთეთ. სხვადასხვა დღეს მინდოდა ეს ახლა არის ახლოს იყო თემა ეკლესიური. კი, რა თქმა უნდა, იქ ხო ვიცით, ერთ-ერთი ძირითადი თემა და მთავარი თემა ეკლესიური თემა იყო. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, მეგახსენით გადაცემის წამყვანი ბიძინა მესხი, ჩემი თანაწამყვანი ბატონი ვლადიმერ ჩხიკვაძე, ხოლო ჩვენი სტუმარი იყო აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, პროფესორი ბატონი ჯემალ გამახარია. და გემშვიდობებით, როგორც ყოველთვის, ტელეკომპანია PKTV-ის დევიზით, ჩვენ მოვდივართ, მომავალი ჩვენია.